ძალიან ხმამაღლა ვიტყვი, ფულის გაკეთების საშუალება არ მივეცი. ფულის და თუ საჭიროა დავამტკიცებ ყველგან სადაც საჭიროა. მაგას და ყოფილი გამგებელს და აი ამ ხალხს არ მივეცი. მან უნდა საკრებულოს თავმჯდომარე ყავით ისეთი ადამიანი, რომელიც ერთ გულში შეუშვეს მეორეში გაატარებს და ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე მოუწევს ხელს. აი ეს არის სინამდვილე. ის დეპუტატები ვინც არიან, ყველა ადვილი სამართავი დეპუტატები არიან. ისეთ რასაც ეთქვიან, იმას გააკეთებენ. მე ვერ შევეგვი მაგას უკანონობას, შემოქმნათ ისეთი სისულელი და ისეთი სისულელი პროექტები, რომელსაც საკრებულოზე არ უმტკიცებდით, აქედან გამომდინარე, არ ვაძლევდით ფულის გაკეთების საშუალებას. კიდევ ერთი გეტყვი, გუშინ 3 დეპუტატი წაყვანილი ყავდათ მარნეულში. ერთ-ერთ გაყოფილებაში, უშიშრობის გაყოფილებაში, სადაც მიდიოდა მასზე პრესი, ზეწოლა და ეუბნებოდნენ, რომ აუცილებლად უნდა გაებიჯონ და უნდა ყოფილიყო ჩემ წინააღმდეგ. ისე არის დაშინებულები. სახელი გვარები მითხარ. მოტაცებით შეაშინეს, ზოგი თვითონ დაჯერით, ზოგი იმით, რომ ძველი რაღაც საგადასახადო და გამოუღესო დავალიანება ქონია და ამაზე და ერთი თვით ყველაფრით შეაშინეს ეს დეპუტატი. სახელი გვარები შეგიძლიათ მითხრათ? აჯისაიეთ ალიევი, არა მამამედოვი, მურატი ნალაზოვი. ეს სამი ყავდათ გუშინ მარნეულში პრესის კოშკში. და სხვა დროსაც განხორციელებულა მათზე ზეწოლა თქვენი ინფორმაციით? ყოველდღიურად ხდება. ბოლოს იყო გუშინ. 3 დეპუტატი არის მარნეულში დასაქმებული. მათზე ხდებოდა უკვე ზეწოლა თვითონ ხელმძღვანელებისაგან მარნეულში და კვარტალში. და ამათ ეუბნებოდნენ, რომ თუ ამ იმპიჩმენტს ხელს არ მოაწერდნენ, იმ შემთხვევაში მათ გამოუშვებდნენ სამსახურიდან და მათ საკმაოდ სოლიდური ხელფასები აქვს. ამიტომ იფიქრეს, რომ წავალთ ამ ბიძუს საქმეზე, მაგრამ შეუნარჩუნდებათ ხელფასები. მათი სახელი გვარები მითხარით თუ შეგიძლიათ? ნადი რაბასოვი, ობა ბასილაშვილი და ამზა ყაბზანიშვილი.